საქართველოს ეკონომიკა აღარ იზრდება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით გასულ თვეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0%-ს გაუტოლდა. ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად იყო საუბარი ქვეყანაში ბიზნესის წინსვლის შენელებაზე, თუმცა ნელა მაგრამ ეკონომიკა მაინც იზრდებოდა. მაისისთვის მონაცემი კი სუფთა ნოლია, არც მეტი, არც ნაკლები. როგორ მივიდა საქართველოს ეკონომიკა ასეთ დაბალ ნიშნულამდე, ამას ახლა ეკა გაგუა უფრო დეტალურად ახსნის. ეკა, როგორი იყო დინამიკა 2013 წლის განმავლობაში, როგორია მაჩვენებლები და რა გამოსავალს ხედავენ სიტუაციიდან პოლიტიკოსები ან ექსპერტები? სტატისტიკის დეპარტამენტმა ეკონომიკური ზრდის ბოლო თვეების მაჩვენებლები გამოაქვეყნა და მონაცემებით 2013 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 2,4% შეადგინა. მეორე კვარტლის პირველ თვეს, ანუ აპრილში ეს მონაცემი 4,5% იყო. მაისის თვეში კი მაჩვენებელი 0%-მდე დაეცა. ამ მონაცემებთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. მინდა მოგმართოთ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, რომელიც გამოაქვეყნა სტატისტიკის დეპარტამენტმა და რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა ჩამოვიდა 0%-ზე მაისისთვის მონაცემებით და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ყოველთვის ბევრად მეტი ზრდა ვიდრე რეგიონებში, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეგიონებში დაწყებულია ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სტაგნაცია. თუ საქართველოს ეკონომიკამ გააგრძელა ჩამოსვლა იმ ტემპით, რომლითაც სამწუხაროდ ის ახლა ამას ახდენს, ეს უკვე გახდება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ძალიან ადვილი ლუკმა გავხდებით საქართველოს არაკეთილმოსურნეების, საქართველოს დამპყრობლის. პირველ რიგში უნდა განახდეს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტები. არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ქუთაისთან პარლამენტის გადმოტანა. ეს მე ვიცი, რომ ამათ გადაწყვეტილი აქვს ისე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანაზე დაიწყეს ლაპარაკი ბათუმიდან. ეს პროექტები იყო ამ რეგიონების გასავითარებლად, პირველ რიგში და საქართველოს გასავითარებლად. დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის ისეთებზე, როგორც ეხება შრომის კოდექსს. დაუყოვნებლივ უნდა განვიხილოთ დეკრიმინალიზაცია ეკონომიკური საქმიანობის 11%-იან ზრდას ვარაუდობდით ჩვენ წლევანდელ წელს ერთიანი ეროვნული პროდუქტის. შარშან პრაქტიკულად გარანტირებული იყო 8%-ის ზრდა. როგორ უნდა მოახერხო? ყოველგვარი სოფლიო რაღაცა დიდი კრიზისის გარეშე. ყოველგვარი იმის გარეშე, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაღაც ესეთ მასშტაბური კოლაფსი არაფერს არ მოხდარა. როგორ უნდა მოახერხო? ვინმე ამიხსნას 11%-იან ზრდის 0-ზე ჩამოყვანა. ამას მართლა განსაკუთრებული მოხერხება ჭირდება. ჩვენ ამ მთავრობას დაუტოვეთ რამდენი მილიარდი. პრემიერ-მინისტრმა დახარჯა ის აბსოლუტურად გაუაზრებელ ეკონომიკურ პოპულისტურ ნაბიჯებს. ამიტომ მე ასევე მოუწოდე პრემიერ-მინისტრს ამ ყველაფრის კვალდაკვალ ეხლა არის დრო, როცა მასშტაბურად ჩადოს თუნდაც თავისი პირადი ფული ეკონომიკაში, იმიტომ რომ თუ ეხლა ეკონომიკა სპირალს შევიდა, მე იქიდან მისი გამოყვანა იქნება ნებისმიერი შემდგომი მთავრობისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ამ პირობებში ასეთი მთავრობა დიდხანს ვერ გასტანს, მაგრამ ნებისმიერი შემდგომი მთავრობისთვის ეს იქნება პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელი ამოცანა. მე მზად ვარ, რომ ამ თემებზე საქართველოს მთავრობას ვესაუბრო, ყველა საკითხი დეტალურად გავიაროთ. ახლა სანამ გვიან არ არის საჭიროა ენერგიული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ეკონომიკის და ესე იგი საქართველოს უსაფრთხოების და მომავლის გადასარჩენად. ბოლო თვეების ეკონომიკური მაჩვენებლები დღეს ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა შეაფასეს. გასაგებია, რომ არის გარკვეული შეფერხებები, ფსიქოლოგიური ბარიერია, მე ესე ვიტყოდი, გარდამავალ პერიოდში და ეს ბუნებრივიც არის, როდესაც ესეთი რეჟიმი ირღვევა, გაწმენდეს, დამშვიდდეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ეკონომიკური აღმავლობაც იქნება, სოციალური კეთილდღეობაც იქნება და ხალხის თავისუფალი იქნება. ასე რომ ეს სტატისტიკა და წივილი არ არის საინტერესო. გამოქვეყნებული მონაცემები არსებითად ემთხვევა იმ შეფასებებს, რომელიც მე ძალიან ბევრი სხვა ადამიანის ამოქმედი და ასახავს რეალობას, რომელიც შემდეგია. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ამ ბოლო არჩევნების შედეგად, ჩვენ ვიღებთ სახელმწიფოს გაფართოების ტენდენციას, ის ანაცვლებს კერძო ბიზნესს ძალიან ბევრ სფეროში, რაც ზღუდავს, რა თქმა უნდა, ახალი ინვესტიციების განხორციელების ასპარეზს. შედეგი კი ის არის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები არის დაბალი. ძალიან ბევრი რამ არის გაურკვეველი და მოლოდინებიც წინააღმდეგობრივი.
ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა უბრალოდ გაჩერდა, ჩვენ ამის შესახებ ხელისუფლებას ვაფრთხილებით წლების განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ მათ ხურად არისმინეს ჩვენი რჩევები და ჩვენი გაფრთხილებები. მიზეზი არის ხელისუფლების ერთის გაუაზრებელი და ხშირ შემთხვევაში უთერთგამორიცხავი განცხადებები და ზოგადად რიტორიკა და მეორე მხრივ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები, თუნდაც იგივე დაკავშირებული შრომის კოდექსთან, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ამ ყველაფერს მოგვცა ის შედეგი, რაც მოგვცა. ეხლა შეგახსენებთ, რომ ეს განცხადებები სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს მოყვა. ეკა, ამ ყველა კომენტარის შემდეგ როგორია ექსპერტების პროგნოზი? მე მახსოვს, თუ არ ვცდები, მახსოვს, რომ არჩევნების შემდეგ წინა წელს მინუს ნიშნითაც იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. როგორია პროგნოზი? ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა მონაცემები ნულს ქვემოთაც ჩამოვიდეთ, ისევე როგორც იყო გასული წლის დეკემბერში, თუმცა მაშინ მაჩვენებელი იყო 0.8%. დღეს კი განსაკუთრებულად სკეპტიკურად განწყობილი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ციფრი შეიძლება უფრო დაბლად კი დაეშვას.